კურტ ლევინის ერთი საინტერესო კვლევის შესახებ მინდა მოგიყვეთ ამ პრეზენტაციაში. ეს კვლევა საინტერესოა როგორც კარგი ექსპერიმენტი, ასევე საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ კარგად წარმოაჩენს, რას იკვლევდა, რა აინტერესებდა კურტ ლევინს. გარდა ამისა, მე იმედი მაქვს, რომ ეს კვლევა დაგანახებთ, როგორ მივიდა, როგორ განავითარა კურტ ლევინმა პრაქტიკის კვლევის იდეა. მის ნაშრომებში ჩანს, რომ ის ექსპერიმენტული მეთოდის, ასე ვთქვათ, დიდი მოწფეალია, ხშირად იყენებდა სხვების მიერ ჩატარებულ ექსპერიმენტებს თავისი მოსაზრებების არგუმენტირებისთვის და ამ კვლევაშიც ჩანს რამდენად, ასე ვთქვათ, დიდი ძალისხმევაა ჩადებული ექსპერიმენტის ყველა პრინციპის დასაცავად. აი ამ თვალსაზრისითაც საინტერესოა ეს კვლევა და ამიტომ მინდა რომ ამიტომ შევეცდები დეტალურად მოვყვე როგორ ჩაატარეს ეს კვლევა. დავიწყებ მოკლედ იმის შესახებ, საიდან მოდის კურტ ლევინი და რატომ შეიძლებოდა მას ის დაინტერესებული იყო ასეთი კვლევის საკითხით. ხო, ის დაიბადა პოლონეთში, მაგრამ შემდეგ გაიზარდა გერმანიაში და დაამთავრა ბერლინის უნივერსიტეტის, მოღვაწეობდა ბერლინის უნივერსიტეტში ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. გეშტალტისტებთან ერთად მუშაობდა და დიდი გავლენა მოახდინეს მათ მის სამეცნიერო მოღვაწეობაზე. ის 30-იან წლებში გადავიდა საცხოვრებლად შეერთებულ შტატებში და იქ გააგრძელა სამეცნიერო მოღვაწეობა. მისი ცხოვრების ხანგრძლივი პერიოდი დაემთხვა ფაშისტურ გერმანიასთან დაკავშირებულ მოვლენებს და ამან ეს კარგად ჩანს მის შემოქმედებაში და აისახება მის ნაშრომებში. ეს კონკრეტული კვლევაც ალბათ თქვენც დაინახავთ, რომ ჩანს მკაფიო კავშირი იმ დროინდელ საჭიროებო საზოგადოებრივ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ საკითხებთან. თუმცა შემდეგ ეს დისკუსია ლევინს გადააქვს ორგანიზაციის მართვის საკითხებში. შემდგომ პერიოდში უკვე გადააქვს ამ მართვაზე. ლევინის და მისი კოლეგების ერთ-ერთ შრომას ხშირად მოიხსენიებენ როგორც ლიდერობის სტილების ჩამოყალიბების, ასე ვთქვათ, საფუძვლად. ამ კვლევის მთავარი ამოცანა იყო შეესწავლა უფრო ფართო საკითხები, არა უშუალოდ ორგანიზაციული საკითხები, ფართო საზოგადოებრივი საკითხები აინტერესებდა და უკავშირდება იმ თემებს, იმ დროინდელ ფართო პოლიტიკურ საკითხებს, ადამიანების ქცევას სხვადასხვა პოლიტიკურ გარემოში. და ერთ-ერთი კითხვა, რომელსაც ის ამ კვლევაში სვამს, უბრალოდ მთავარი შეკითხვა არის ის, თუ რა უდევს საფუძვლად ჯგუფების ისეთ ქცევებს, როგორიცაა ავტორიტეტების წინააღმდეგ აჯანყება, განტევების ვაცების დევნა, ავტორიტეტული დომინანტის მიერ აპათიური მორჩილება ან გარეშე ჯგუფებზე თავდასხმა. ალბათ ნაცნობი თემებია, გეცნობათ უკეთ ეს იმ დროინდელი, ასე ვთქვათ, პოლიტიკური პროცესებიდან. და ეს ნაშრომი ლევინმა, ლიპიტმა და ვაიტმა გამოსცეს 1929 წელს. ეს დროც ალბათ ნიშანდობლივია. ვიდეოს შემდეგ ნაწილში უკვე ვისაუბრებთ კვლევის დიზაინზე. კვლევის მიზანი, რომელიც კურტ ლევინმა თავის კოლეგებთან ერთად ჩაატარა, იყო სხვადასხვა სოციალურ კლიმატში ადამიანებში აგრესიული ქცევის შესწავლა.
რა რა იგულისხმება სოციალურ კლიმატში. სამი სხვადასხვა მოდელი შეარჩიეს, ეს არის ავტოკრატული მართვა, ჩაურევლობა, ანუ laissez-faire და დემოკრატია, ანუ სამი სხვადასხვა მართლობის პირობებში შექმნილ სოციალურ კლიმატში ადამიანის ქცევის შესწავლა იყო მათი მიზანი. ნუ ეს კვლევა თავიდან 36 წელს დაიწყეს ლიპიტმა და ვაითმა და ამ სტადიაში კვლევის ეს ეტაპი მოხსენიებულია როგორც პირველი ექსპერიმენტი. და ამ პირველი ექსპერიმენტის ფარგლებში შეარჩიეს მოხალისეობრივ საწყისებზე ბუნებრივია მოხალისეები, უпростоრად ბავშვები შეარჩიეს ორ ჯგუფად გაყვეს ეს ბავშვები, თითოეულ ჯგუფში იყო 5-10 წლის ბავშვი, ბიჭი და ბავშვები მუშაობდნენ კლუბის ფორმატში და ამ კლუბის ფორმატში რაღაც დავალებებს, შემოქმედებით დავალებებს ასრულებდნენ. ამ ეტაპზე კვლევის ამოცანა იყო ჰიპოთეზების გენერირება. და ორი სხვადასხვა სოციალური კლიმატი მოსინჯეს, ერთი, ანუ ავტოკრატული მოდელი და დემოკრატიული მოდელი. თითოეულ ჯგუფს, ამ ორი ჯგუფიდან ორი ჯგუფი იყო ბიჭების, თითოეულ ჯგუფს ყავდა როგორც ავტოკრატი ლიდერი, ასე დემოკრატი ლიდერი მათი საკლუბო მუშაობის პერიოდში, ერთი და იგივე პერიოდის ხანგრძლივობით. და ამ სხვადასხვა ლიდერის ხელმძღვანელობით ერთი და იგივე მკვლევარი იყო ამ შემთხვევაში, უბრალოდ მკვლევარი რაღაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ასრულებდა ავტოკრატის როლს და გარკვეული შემდგომ ასრულებდა დემოკრატის როლს და აკვირდებოდნენ ბავშვების ქცევას. შემდეგ გადაწყვიტეს ეს ექსპერიმენტი გაფართოვდა და ამ გაფართოებულ ვარიანტს უკვე მეორე ექსპერიმენტად მოიხსენიებენ. დაამატეს 4 ჯგუფი ბავშვების, ისევ და ისევ იგივე პრინციპით, ანუ 10 წლის ბიჭები იღებდნენ მონაწილეობას და თითოეულ ჯგუფში იყო 5 ბავშვი. დავალებები ჰქონდათ ამ კლუბებში ბავშვებს შესასრულებელი ერთობლივად, ეს იყო ნიღბების დამზადება, ცვილის ფიგურების დამზადება და ასე შემდეგ. 4 ლიდერი მკვლევარი ყავდა თითოეულ ჯგუფს და ეს ლიდერები სხვადასხვა პერიოდში ითავსებდნენ სხვადასხვა როლებს. სამი სოციალური კლიმატი იყო, ანუ ავტოკრატიას და დემოკრატიას დაემართა ჩაურევლობა. ხანგრძლივობა 5 თვე იყო მთლიანად ექსპერიმენტის და თითოეული ლიდერის ზედამხედველობის ქვეშ, ანუ ხელმძღვანელობის ქვეშ, ბავშვები მუშაობდნენ 6 კვირის განმავლობაში. კვლევის ამოცანა იყო სხვადასხვა სოციალური კლიმატის ეფექტის გავლენა ბავშვებში აგრესიული და აპათიური ქცევის გამოვლენაზე და სხვათა შორის ძალიან დეტალურად აღწერენ ამ კვლევაში ავტორები ექსპერიმენტულ დიზაინში ცვლადების და სიტუაციების გაკონტროლების მათ მიერ მიღებულ ზომებს, მათ შორის მაგალითად ადარებენ სხვადასხვა ლიდერის ქცევას და ბავშვების რეაქციას და ის რომ იმის სადემონსტრაციოდ რომ ლიდერის პერსონალური მახასიათებლები არ ახდენდა გავლენას ბავშვებში სხვადასხვა ქცევის ბავშვების ქცევაზე გადამწყვეტი ეფექტი ამას არ ქონდა, ანუ აკონტროლებდნენ ამას, რომ ვთქვათ სხვადასხვა სოციალურ მოდელში ბავშვის აგრესიული ქცევის გამოხატულება ყოფილიყო უშუალოს მოდელის ეფექტი და არა ლიდერის პერსონალური მახასიათებლის ეფექტი. და
ერთ-ერთი ესეთი ზომა იყო ასევე ჯგუფების გათანაბრების, ანუ გათანაბრების ზომა, რაც გულისხმობს რას, რომ თითოეულ ჯგუფში ბავშვები ყოფილიყვნენ, ასე ვთქვათ, თანაბარი მახასიათებლების, ან ჯგუფები თავიანთი შემადგენლობით არ ყოფილიყო განსხვავებულები ერთმანეთისგან, რომ შედარება ყოფილიყო შესაძლებელი. და ეს როგორ გააკეთეს? გარკვეული პერიოდის განმავლობაში ექსპერიმენტის დაწყებამდე ბავშვებს, ესე იგი, აკვირდებოდნენ, მაგალითად, მორენოს სოციოკულტურული შეფასების ინსტრუმენტი გამოიყენეს ბავშვების ინტერპერსონალური ურთიერთობის შესაფასებლად, ასევე გამოიყენეს მოსწავლების მიღწევები, გამოიყენეს ბავშვებს შეაფასეს ბავშვების ფიზიკური მდგომარეობა და სოციოეკონომიკური მახასიათებლები იმისთვის, რომ ყველა ჯგუფში ყოფილიყო თანაბარი შემადგენლობა. ეხლა რა იგულისხმება უშუალოდ ამ სამ სხვადასხვა მოდელში, რას გულისხმობს ავტოკრატია. ავტოკრატია, ესე იგი, გულისხმობს, რომ ბავშვებს თავიანთ მოქმედებაში ჰქონდათ მინიმალური თავისუფლება, ჯგუფის ლიდერი, ხელმძღვანელი იღებდა გადაწყვეტილებას იმაზე, თუ როგორ უნდა ემუშავათ ბავშვებს, როგორ უნდა ყოფილიყო გადანაწილებული ჯგუფებში, ვისთან უნდა ემუშავა, რას როდის აკეთებდნენ, ისე რომ ბავშვებმა ერთი ამოცანის შესრულებისას არ იცოდნენ რა იქნებოდა შემდეგი ამოცანა. და ბუნებრივია, გასათვალისწინებელია უკავშირის კომუნიკაცია ავტოკრატისა ინდივიდუალურ წევრებთან, ბუნებრივია ვერ გამოიყენებდნენ კაფეოდ გამოხატულ ავტოკრატულ ფორმებს და დასჯის ფორმებს, მაგრამ ავტოკრატი ბავშვებს კიცხავდა ან აქებდა საჯაროდ და ინდივიდუალურად. და არ იყო დამოკიდებულება ამ ავტოკრატიასთან ბავშვების მიმართ არ იყო მტრული, იმიტომ რომ ბუნებრივია სკოლის მოსწავლეებთან გვაქვს საქმე და არაეთიკური იქნებოდა სხვაგვარად რომ მოქცეულიყვნენ, უბრალოდ იყო ან მეგობრული, ან ნეიტრალური და ამის მიხედვით ამით, ასე ვთქვათ, ავტოკრატი გამოხატავდა პირად რეაქციას ბავშვის მიმართ, ბავშვის ქცევის მიმართ. მეორე მოდელი იყო ჩაურევლობა, აქ ესე იგი, როგორც მართვის ამ მოდელს ახასიათებს, ლიდერის როლი არის მინიმალური, ის სულ თავისუფლებას აძლევს მონაწილეებს და მაგრამ ამავდროულად ის არ, ასე ვთქვათ, არ წარმოადგენს ბავშვებისთვის ამოცანების დაზუსტების წყაროს, არ ეხმარება მათ, ასე ვთქვათ, სამუშაოს განსაზღვრაში და ბავშვებს შეუძლია მიმართონ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ აქვთ რაიმე შეკითხვა, ვთქვათ, ის არ ერევა თავად ბავშვების საქმიანობაში. შემდეგი მოდელი არის დემოკრატიული მოდელი, როცა ლიდერი ბავშვებს ეხმარება ერთობლივად ამოცანების განსაზღვრაში, ის წაახალებს ესებს და ეხმარება ბავშვებს, რომ დაგეგმონ თავიანთი საქმიანობა, გადაანაწილონ რესურსები, გადანაწილდნენ ჯგუფებში, თუმცა ბავშვები თავად ირჩევენ, რაზე მუშაობენ და ვისთან ერთად მუშაობენ ამ საკლუბო საქმიანობის ფარგლებში. ლიდერი აწვდის უკავშირს ბავშვებს, თუმცა ის, ასე ვთქვათ, მიკრომენეჯმენტისგან თავს იკავებს და არ ერევა ბავშვების იმაში, თუ როგორ ასრულებენ ბავშვები თავიანთ სამუშაოს. ეს სამი მოდელი, მოკლედ, სამი მოდელის გამოცდა მოხდა ამ ექსპერიმენტის ფარგლებში და თითოეულ ჯგუფს, ბავშვების თითოეულ ჯგუფს სამივე მოდელის ფარგლებში მოუწია მუშაობა ერთხელ მაინც. შემდეგ ნაწილში მოგიყვებით კვლევის შედეგებზე. და საინტერესო შედეგები გამოიკვეთა ძალიან. აქ მარცხენა მხარეს ჩანს ესე იგი ავტოკრატიული ჯგუფების შედეგები და მარჯვენა მხარეს დემოკრატიული ჯგუფების შედეგები. და აქ არის ესე იგი
ჰორიზონტალურ რიგზე ნაჩვენებია შეხვედრები, პირველი შეხვედრა, მეორე შეხვედრა და ასე შემდეგ, ხოლო ვერტიკალურზე ნაჩვენებია აგრესიული ქცევის დემონსტრირება. აი ეს თითეული ხაზი აჩვენებს აი ამ შეხვედრებზე, ეს ბავშვები არიან და ამ ბავშვების მიმართ გამოვლენილი აგრესიული ქცევის მაჩვენებელი. აქ ხედავთ, რომ ესე იგი ზოგადად ავტოკრატულ ჯგუფში აგრესიული ქცევის გამოვლინება უფრო ხშირია თითეული ბავშვი ყველა წევრის მიმართ დემოკრატიულთან შედარებით, ხო? ესე იგი ავტოკრატიულ ჯგუფში ერთმანეთის მიმართ ბავშვები აგრესიულ ქცევას ავლენდნენ, დემოკრატიულ ჯგუფში ურთიერთობები ერთ ბავშვებს ერთმანეთში ჰქონდათ სპონტანური, ფაქტებზე ორიენტირებული და მეგობრული, ლიდერის მიმართ დამოკიდებულება იყო თავისუფალი და თანასწორი, ავტოკრატულ ჯგუფში კი ლიდერის მიმართ დამოკიდებულებაში ჩანდა მორჩილება და აი ბავშვები მუდმივად ითხოვდნენ ლიდერისგან ყურადღებას, ინდივიდუალურ ყურადღებას მათ მიმართ. შემდეგი რაც გამოჩნდა, ეს არის ესე იგი რო შევადაროთ ავტოკრატული და დემოკრატიული ჯგუფები ერთმანეთს გამოჩნდა, რომ ღიად მტრული დამოკიდებულება, ესე იგი ავტოკრატულ ჯგუფში რაოდენობების თვალსაზრისით შეფარდება იყო 40, დემოკრატიულს რო შევადაროთ ერთთან. ეგოცენტრული ქცევა ბავშვების მხრიდან დაფიქსირდა 75% შემთხვევაში, ხოლო დემოკრატიულ ჯგუფში 31%, ობიექტურობა, ანუ ობიექტური ქცევა გამოვლინდა 37 შემთხვევაში ავტოკრატულ ჯგუფებში და დემოკრატიულ ჯგუფებში 69 შემთხვევა იყო ასეთი. ერთი საინტერესო მიგნება აქ იყო განტევების ვაცის ფენომენი, ასე ვთქვათ. აქ ხედავთ ავტოკრატულ ჯგუფში, რომ რაღაც მომენტში ბავშვების ორი ბავშვი ხდება აგრესიული ქცევის ფოკუსი. ანუ დანარჩენი 4 ბავშვი აგრესიულ ქცევას იჩენს ერთი კონკრეტული ბავშვის მიმართ და შემდეგ მეორე ბავშვის მიმართ. ესე იგი ჯგუფის აგრესია კონცენტრირდება ჯგუფის ერთი რომელიმე წევრის მიმართ. საინტერესო არის ის, რომ ჯგუფის აი ეს წევრები, რომლებიც განტევების ვაცის როლში აღმოჩნდნენ, ვითარებაში აღმოჩნდნენ, როგორც წესი, ანუ ამ ორივე შემთხვევაში იყვნენ არა სუსტი, ასე ვთქვათ, რაღაც თვალსაზრისით სუსტი ჯგუფის წევრები, არამედ პირიქით, გამორჩეულები ლიდერობის თვალსაზრისით, ფიზიკური შესაძლებლობის და ინტელექტუალური შესაძლებლობის თვალსაზრისით. საინტერესო კიდევ ერთი მიგნება, ეს ეხება იმას, რომ აი როგორც ამ გრაფაზე ჩანს, აი გრაფაზე აქ ჩანს, რომ აი ეს სვეტები აჩვენებს ორი მაღალი სვეტი გრაფის დასაწყისში აჩვენებს ავტოკრატულ ჯგუფებში, უბრალოდ აი აქ ყველა სვეტი აჩვენებს ავტოკრატულ ჯგუფებში აგრესიული ქცევის გამოვლენა. 6 სხვადასხვა ჯგუფია, თუ ხედავთ, ორში აგრესიული ქცევის მაჩვენებელი ბავშვებში არის ძალიან მაღალი. დანარჩენ 4-ში არის უკიდურესად დაბალი, ბევრად უფრო დაბალი, ვიდრე აი აქ ჩანს დემოკრატიულ ჯგუფებში და ჩაურევლობის ჯგუფით, აი აქ ლეზეფერ რო ვახსენეთ, მესამე სოციალური მოდელი, ბუნებრივია ამაზეც დაბალი, ხო? ანუ ამ კვლევაში გამოიკვეთა, რომ ბავშვების ქცევა ავტოკრატულ მოდელში, აქ ერთი და იგივე ბავშვებზეა საუბარი თან, ხო? იმიტომ რომ ბავშვები მონაცვლეობით სხვადასხვა ლიდერის მმართველობის ქვეშ, ანუ ხელმძღვანელობის ქვეშ მუშაობდნენ.
იგი სხვადასხვა ანუ პერიოდში და ეს როგორც ვთქვი, ერთი ჯგუფის მუშაობა გრძელდებოდა 6 კვირის განმავლობაში და სულ ეს 5 თვის განმავლობაში გაგრძელდა ეს ექსპერიმენტი. ესე იგი, რაღაც ეტაპზე ბავშვები გამოხატავდნენ ინტენსიურად აგრესიულ რეაქციას, დამოკიდებულებას ერთმანეთის მიმართ და იყო ჯგუფები, შემთხვევები, როცა ბავშვები აგრესიის მაჩვენებელი იყო ძალიან დაბალი, ამ ცხრილშიც ჩანს. ეს არის აგრესიული ქცევების გამოვლენის რაოდენობა. ხედავთ, ლეზერფეხში არის 30 ჯამში, საშუალოდ, დემოკრატიულ ჯგუფში 20, ავტოკრატიულში აგრესია ნაწილში არის 38, ანუ ძალიან მაღალი და იყო ჯგუფები, ეს 4 ჯგუფი, სადაც აგრესიული ქცევის მაჩვენებელი იყო უკიდურესად დაბალი. აი ამას ავტორებმა შეარქვეს ავტოკრატიის ბიმოდალური ეფექტი. ანუ როცა ბავშვები უკვე აგრესიას კი აღარ გამოხატავდნენ, ანუ სრულიად აპათიურ, გულგრილ, იმედ გაცრუებულ დამოკიდებულებას იმის მიმართ და უინტერესობას იმის მიმართ, რასაც აკეთებდნენ. ანუ დავალებები ისევ და ისევ იგივენაირად საინტერესო იყო, რასაც ისინი აკეთებდნენ შემოქმედებითი და წესით უნდა ყოფილიყო მათი ინტერესი მაღალი, მაგრამ ბავშვების დამოკიდებულება იყო სრულიად აპათიური. აქ ჩანს ორი ჯგუფის, მესამე ჯგუფი ეგრეთ წოდებული და მეოთხე ორი ჯგუფის, ესე იგი აგრესიული ქცევის მაჩვენებელი სხვადასხვა შეხვედრაში, აი ჰორიზონტალურ ღერძზე ჩანს შეხვედრები, ხო? აი მეორე მე-6 შეხვედრა, მე-7 შეხვედრა, მე-7 მე-13 და ასე შემდეგ, ხო? და აი ამ შეხვედრებში როგორ ვითარდება ლურჯი ხაზებით ნაჩვენებია მე-4 ჯგუფი და წითელი ხაზებით ნაჩვენებია მესამე ჯგუფი და იქ ჩანს, რომ ესე იგი ლურჯი ხაზი, მაგალითად აი ეს მესამე ჯგუფი, ჯერ იწყებს ერთ-ერთი ლიდერის ქვეშ, ერთ-ერთი კვლევარი ხელმძღვანელობს და ასრულებს ავტოკრატიის როლს. და აი ამ შემთხვევაში ბავშვების რეაქცია არის აპათიური. ანუ აგრესიის მაჩვენებელი არის ძალიან დაბალი, მაგრამ ასევე ძალიან დაბალია ბავშვების ესე იგი ინტერესი იმის მიმართ, რასაც აკეთებენ. ესე იგი, ინტერვალებს შორის აქ შემდეგ ხედავთ, რომ აი ეს შემდეგი ჯგუფი, სოციალური მოდელი, რომლის ფარგლებში ბავშვები მუშაობენ, არის ჩაურევლობა. აი ამ ჩაურევლობის გადასვლის მომენტში ბავშვების ქცევა არის, ანუ ძალიან დაბალი აგრესიულობის მაჩვენებლიდან უცბად გადადის ძალიან მაღალ აგრესიულ მაჩვენებელზე. ხელმძღვანელის ესე ჩართვის შემდეგ ეს აგრესია იკლებს, მაგრამ ანუ ესე იგი ავტოკრატიიდან ჩაურევლობაზე გადასვლის მომენტში, ну, აი აქ როცა ესე იგი მაჩვენებელი აგრესიის ისევ მაღალია, თუმცა განსაკუთრებით მაღალია იმ მომენტში, როცა ბავშვები საერთოდ ზედამხედველის გარეშე მუშაობენ. შემდეგ, ესე იგი, როცა აი ამ მესამე რეჟიმზე, ასე ვთქვათ, მოდელზე გადადიან, დემოკრატიულზე, ისევ დაბლა ეცემა აგრესიის მაჩვენებელი და დემოკრატიის მოდელში არის ყველაზე დაბალი, ასე ვთქვათ, უფრო დაბალი, ვიდრე მანამდე იყო. თუმცა ამ დემოკრატიულ მოდელში ბავშვების აქტიურობაც უფრო მაღალია. ეხლა შემდეგი მოდელი, ანუ ეს შემდეგი ჯგუფი, წითელი ჯგუფს ხედავთ, რომ იწყებს ჩაურევლობის მოდელით, სადაც აგრესია მაღალია, შემდეგ ავტოკრატიის მოდელში ესე იგი ეს აგრესია იკლებს ამ შემთხვევაში და ყველაზე დაბალი არის დემოკრატიულ მოდელში. ანუ თუ მოკლედ გვინდა მივახციოთ ოპტიმალურ მოდელს იმ ვთქვათ ჩართულობისა და აგრესიის სიმცირის თვალსაზრისით საუკეთესო მოდელი ამ შემთხვევაში
არის დემოკრატიული მოდელი. საინტერესო არის ის, რომ ბავშვებს, ბავშვების ქცევას აკვირდებოდნენ, ბუნებრივია, ასევე ბავშვებთან ატარებდნენ სიღრმისეულ ინტერვიუებს და ეკითხებოდნენ, რომელი ლიდერი მოეწონათ, რატომ მოეწონათ და ასე შემდეგ. და აი აქ საინტერესო იყო ის, რომ ბავშვების 20 ბავშვიდან, მაგალითად ერთ ჯგუფში 20 ბავშვიდან, ერთ შემთხვევაში 20 ბავშვიდან 19 ბავშვს სთხოვეს შეედარებინათ დემოკრატული და ავტოკრატული მოდელი, მოეწონათ, ამბობდნენ, რომ მათ ბევრად უფრო მოსწონდათ ეს დემოკრატული მოდელი. გამონაკლისი იყო აქ ერთი ბავშვი, საინტერესო, რომელიც მამა იყო სამხედრო და აი რაღაცა მამის გავლენა ჩანდა ბავშვის ქცევაში, რომ მე ბავშვი ამბობდა, რომ მე მომწონს, როცა ყველაფერი არის ძალიან მკაცრად. და ბავშვები, აი 10 შემთხვევიდან 10 ბავშვიდან, რო თხოვეთ ბავშვებს, რომ შეედარებინათ ავტოკრატული და ეს ჩაურევლობის მოდელი, 7 ბავშვი ამბობს, რომ მოეწონა, უფრო მეტად მოეწონა ჩაურევლობის მოდელი და საბოლოო ჯამში ბავშვებში უფრო მეტ მოწონებას იმსახურებდა ბუნებრივია დემოკრატული მოდელი. ეს შედეგები ეხლა ბუნებრივად გვეჩვენება, ხო? მაგრამ საინტერესოა ახსნა კვლევრებისა, რა იწვევს მაღალ აგრესიას და აპათიას ბავშვებში, როგორ შეიძლება ახსნათ, შევაჯამოთ ეს შედეგები. ერთი არის ის სიტუაცია, რასაც ეს დირექტიული ინსტრუქციები და დირექტიული გარემო იწვევს, 20-ჯერ უფრო მეტ დირექტიულ მითითებას იღებდა ბავშვი ავტოკრატულ მოდელში, ვიდრე დემოკრატულ მოდელში და ბუნებრივია ეს ქმნიდა ზეწოლას და დაძაბულობას, საერთო დაძაბულობას ჯგუფებში. ერთი ახსნა მოკლედ ამაში მდგომარეობს. მეორე არის ის თავისუფალი სივრცე, რომელიც ბავშვებს ჰქონდათ, ხო? აქ ჩვენ ნახეთ, რომ აგრესიის მაჩვენებელი ყველაზე დაბალი, თუ აპათიურ ჯგუფს გამოვრიცხავთ, ყველაზე დაბალი იყო დემოკრატიულ ჯგუფში. რატომ? აქ ბავშვებს ჰქონდათ უფრო მეტი თავისუფალი სივრცე, ან თავისუფალ სივრცეში გულისხმობთ თავისუფალი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა. ხო? ან მაგალითად რას ვაკეთებთ აქ, რა არის ჩვენი ამოცანა, რა საშუალებებს ვიყენებთ, ვისთან ერთად ვმუშაობ, რა ამოცანას როგორ ვახორციელებ, ხო? ეს სივრცე ბავშვებს ყველაზე მაღალი კვლევრების შეფასებით აღმოაჩნდა დემოკრატიულ სივრცეში და არა საინტერესოა არა ჩაურევლობის მოდელში. იმიტომ რომ ჩაურევლობის მოდელში იმდენად ბუნდოვანი იყო თანამშრომლობა ბავშვებს შორის, რომ აი ეს ჯგუფის სხვადასხვა წევრის ფუნქციებს შორის გადაფარვა და ბუნდოვანებამ უფრო მეტად შეამცირა ინდივიდუალურად თითეული ბავშვისთვის მოქმედების სივრცე. თუმცა ეს ორი ზეწოლა და თავისუფალი სივრცე თავისთავად არ ქმნის აგრესიის საბაბს. როგორც კვლევრები ამბობენ, ისინი ამატებენ, რომ იმისთვის, რომ აგრესიული ქცევა გაჩნდეს, კიდევ არის საჭირო ერთი კომპონენტი, ანუ გასათვალისწინებელი კიდევ ერთი კომპონენტი და ეს კომპონენტი მდგომარეობს ჯგუფის სტრუქტურის რიგიდულობაში და უფრო მარტივად რო ვთქვათ, რა არის ეს. ჯგუფის წევრები ჩვენ აღვნიშნეთ, რომ დემოკრატიულ მოდელში თავად ირჩევდნენ, ვისთან შეეძლოთ მუშაობა. ხოლო ავტოკრატულ მოდელში იქ მართველი ჯგუფის ლიდერი წყვეტდა, ვისთან შეეძლო ემუშავა ჯგუფს. ეს ერთი რიგიდულობის ერთი მაჩვენებელი, როცა შენ არ გაქვს არჩევანი, ვისთან ერთად იყო. და მეორე მაჩვენებელი ის, რომ ბავშვებს ჰქონდათ რაღაც, ბავშვები ვერ ტოვებდნენ ჯგუფებს, გამომდინარე იქედან, ეს რაღაც დაძაბულობა იქედან გამოწვეული, რომ ვერ ტოვებს ჯგუფს, იმიტომ რომ აქვს რაღაც პასუხისმგებლობის გზნობა ლიდერის მიმართ და აი ეს ასე ვთქვათ იძულება იმისა, რომ ჯგუფში დარჩეს, ეს ქმნის, ასე ვთქვათ, აგრესიის საბაბს ბავშვებში და მოჰყავთ მკვლევრებს ერთი ტომის მაგალითი, სადაც
არის ესეთი სოციალური ჯგუფები, გარკვეული ჯგუფები იქნება ამ ამ ტომში, ამ საზოგადოებაში, ასე ვთქვათ, მაგრამ ეს ჯგუფები არის მოქნილი, ანუ ერთი ჯგუფიდან მეორე ჯგუფში გადასვლა მარტივია და აქედან გამომდინარე ამ საზოგადოებაში აგრესიის მაჩვენებელი არის უჩვეულოდ დაბალი. იმიტომ რომ სოციალური, ასე ვთქვათ, მობილობა ერთი ჯგუფიდან მეორე ჯგუფში არის თავისუფალი. ანუ ეს არის მესამე კომპონენტი და მეოთხე კომპონენტი არის კულტურა. ანუ კულტურა მარტივად რო ვთქვათ, კულტურა სადაც დომინანტური ქცევის დემონსტრირება არის, ასე ვთქვათ, მიღებული და წახალისებული და ასე ვთქვათ, დაფასებული. აქ ეს ფაქტორი ზრდის აგრესიული ქცევის გამოვლენის ალბათობას. და როგორც ავტორები აღნიშნავენ, ეს ასეთი ღირებულებები ადამიანებს ჩვევაში გადადის. ეს არის მოკლედ რაც მინდოდა მეთქვა ამ კვლევის შესახებ. ძალიან საინტერესო კვლევა, იმედი მაქვს რომ თავადაც შეძლებთ მის წაკითხვას. ბევრი დეტალია იქ, რომელიც ასე ვთქვათ, ყურადღების გამახვილებას საინტერესო დეტალია და ღირს ნამდვილად წაკითხვათ. იმედი მაქვს რომ შეძლებთ რომ დააკავშიროთ აი ამ კვლევის ამოცანა, მიგნებები და შინაარსი პრაქტიკის კვლევასთან და იმასთან თუ რატომ არის პრაქტიკის კვლევა ლევინისთვის მიუხედავად იმისა, რომ ის ექსპერიმენტის მეთოდს და რამდენიმე არაერთხელ აღნიშნავს თავის ნაშრომებში ასეთი ექსპერიმენტული კვლევების მნიშვნელობას, ის მიუხედავად ამისა, ასევე თვლის, რომ პრაქტიკის კვლევა არის ხშირ შემთხვევაში ორგანიზაციის საჭიროებების გამოვლენისა და პრობლემების გადაჭრის უკეთესი გზა, ვიდრე კვლევის სხვა მეთოდი.